ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი სახარება შინაარსობრივად ძალიან მარტივი და ძალიან ცნობილი. მათეს თავიდან წაკითხული კაპერნაუმში თუ როგორ განკურნა მაცხოვარმა ვინმე ასის თავის მონა. ესე იგი ძალიან მოკლედ მსჯელობა ამ სახარებისა შემდეგია, რომ კაპერნაუმში ამ დიდებულ ქალაქში იყო რომაელი ჯარი დამდგარი ოკუპანტები იმ პერიოდის ისრაელისა და იცავდნენ თავიანთ საზღვრებს. მაცხოვარი ჩადის კაპერნაუმში და ეს კაცი, ესე იგი ამ ჯარის მხედართ მთავარი ასის თავი, სახელი უცნობია ჩვენთვის, მოდის მაცხოვართან თხოვნით. თხოვნა როგორი საინტერესო. ჩემი მონა განრღვეული წევს სახლში და განკურნე იგი. მე მოვალ და განკურნავ მას, პასუხობს მაცხოვარი. და აი საოცარი სიტყვები მისი, ასის თავისა. უფალო არა ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე და თქვი მხოლოდ სიტყვა, რადგანაც მეც ხელმწიფების მქონე კაცი ვარ და ვისაც ვეტყვი წადი ის მიდის და ვისაც ვეტყვი მოდი მოდის და მხოლოდ სიტყვა თქვი შენ. და მაცხოვარმა აი ამ პასუხზე ერთგვარზე უთხრა ისრაელის მკვიდრთ ებრაელებს, რომ ისრაელშიც არ მინახავს მე ასეთი რწმენა და განიკურნება შენი მონა. აი ეს ასის თავი. ჩვენ სახარებიდან ვერ ვკითხულობთ იმას, რომ ეს ჯარისკაცი რომაელი ტომით არის ებრაელი. ეს არ არის ხსენებული. ტომით, მოდგმით, ჯიშით არის ალბათ რომაელი და სარწმუნოებით შესაბამისად წარმართი, მრავალ ღმერთიანობის ამღიარებელი კაცია. მაგრამ აი მიუხედავად ამისა, ალბათ ერთი ღმერთის წამს მას. ესე გარეგნულად უნდა იყოს წარმართი, მაგრამ ხედავს იმ ძალას, რომელიც მაცხოვარშია, რომ ეს ძალა არის საფრთხო. ანუ ერთი ღმერთის ამღიარებლობამდე მიდის შესაბამისად ეს ასის თავი. და მისი ყურადღება და როგორი ჩვილი გონება და გული უნდა ქონდეს კაცს, სახარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ჩემი მონა განრღვეული, ანუ პარალიზებული წევს სახლში. ამ კაცს შესაძლოა უამრავი მონა ჰყავდა. ასის თავი იყო, ჯარისკაცების მთავარი იყო. და რა საქმე უნდა ქონდეს ამ ერთ-ერთ მონათაგანზე, ერთის შეხედვით, რო ვთქვათ. მაგრამ ყურადღებას აქცევს ის ამას. ეს პირველი და მეორე განსაკუთრებული თვისება ამ კაცში. არა ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე. რატო არა ვარ ღირსიო? იმიტომ რომ შენ ბუნებითი ღმერთი ხარ, შენ ძალგიც რო განკურნო, მე ვიცი. წმინდა წყლის ჯარისკაცური საუბარია ეს. ჯარისკაცური რატო? თავისი ცხოვრებიდან ანალოგს იყენებს და მაცხოვარზე გადააქვს, რომ მეც ხელმწიფების მქონე კაცი ვარ. ანუ მე ბატონი ვარ ამათი, მე მორჩილება უამრავი ხალხი. მთავარი ვარ, ბრძანებელი ვარ. და როგორც მე ვუბრძანებ ამათ და ჩემ ჭკუაზე დადიან ესენი, შენს შეგიძლია ოღონდ არა ჯარისკაცები და ადამიანები ატარო. თუმცა ესენი შეგიძლია, მაგრამ შენ შეგიძლია ისეთი რამ, რაც მე არ ძალმიც. ესე იგი, შესაბამისად რა შეუძლია? შეუძლია
ბატონობა ჯერ ანგელოზებზე და მეორე იმ განრღვეულობაზე, რომელსაც მე ვერ კურნავ. ესე იგი, ავადმყოფობაზე ძალგით შენ ბატონობა, რაც მე არ შემიძლია. მე ჯარისკაცი ვარ და მესმის, როგორი ბრძანებელი ხარ შენ. იმიტომ რომ მეც ისეთივე ბრძანებელი ვარ. აი ამიტომ ჩანს, რომ სუფთა წმინდა წყლის ჯარისკაცური საუბარია ეს. შეიძლება სხვა ვერ გაიგოს ეს. ჯარისკაცი მიხვდება, მაგრამ სხვა შეიძლება ვერ გაიგოს რა ხდება. და მაცხოვარი ამბობს, რომ ამ ისრაელშიც მონოთეისტურ ქვეყანაში ვერ პოვი ასეთი სარწმუნოება. ახლა აქ გამოიყოფა მრავალი ასპექტი, თქვენ მოგეხსენებათ მისი უბრალოება, მაგალითად მისი მზრუნველობა ამ შეიძლება ჯარისკაცი ან მონაზე, არ ვიცით ვინ არის, მონაწერია. სხვადასხვა ასპექტებია, მაგრამ გავაჩეროთ ჩვენი და შევაჩეროთ ჩვენი აზროვნება და ყურადღება ერთ თვისებაზე, რომელიც განსაკუთრებული აქვს ამ ასის თავს. ეს არის მისი თავმდაბლობა, საოცარი თავმდაბლობა. ეს რომ უბრალო მონა ყოფილიყო, შეიძლება გვეთქვა, რომ მონა და რითი უნდა იქადოდეს. რა აქვს ამას ახლა საამპარტავნო? ადამიანი როგორ შეიძლება უციგნური, დაუშვათ უფულო, განუვითარებელი რაღაცით იქადოდეს, ყოფით ცხოვრებაში რო ვთქვათ. შეიძლება იქადოდეს კაცი, რომელიც არის რაღაცა თანამდებობის პირი, რაღაცა წარმოადგენს, ამას შეიძლება რაღაცა ამპარტავნოლი მომენტი გამოავლინოს, მაგრამ ამ ასის თავმა, რომელიც არის წარჩინებული კაცი და წესით, უნდა ამით ამპარტავნობდეს და თავი მოჰქონდეს, პატივმოყვარეობაში იყოს. პირიქით ავლენს უდიდეს თავმდაბლობას. ვის წინაშე ეს მდიდარი კაცი დაგლახაკებულის წინაშე ავლენს თავმდაბლობას. მაცხოვარი ხო აბჯრით არ დადიოდა. ჩვეულებრივი, როგორც სხვა ადამიანები, ისე დადიოდა შემოსილი. არაფერი განსაკუთრებული სახლი არ ქონდა მაცხოვარს. და მის წინაშე იმდაბლებს თავს, როგორი ჭრეტელობა უნდა ქონდეს შინაგანი, სიფაქიზე გულისა. აი თავმდაბლობა, პატივმოყვარეობისაგან დაცლილობა აქვს ამ ასის თავს. და ახლა შევეხოთ წმინდა მამათა განმარტებებს, რომლებიც გადმოგვცემენ მოძღვრებას ამპარტავნების წინააღმდეგ, შესაბამისად თავმდაბლობის შესახებ. ახლა პირდაპირ უნდა ვთქვა ჩვენ, რომ წმინდა იოანეს სინელი ამბობს ამას კლემაქში, რომ ჯერ ხო წერს უამრავს თავმდაბლობასთან, კიდევ სხვა სათნოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამბობს ესეთ რამეს, რომ თავმდაბლობა თუ რა არის, ჩვენ მაგას ვერ გავიგებთ, თუ კი გამოცდილება არ გვაქვს ამისი. მაგრამ რადგანაც მოძღვრება მოცემულია, ამ მოძღვრებას მაინც შევეხოთ და გადმოვცეთ, რომ ძალიან ზოგადად გონების დონეზე კონდეს წარმოდგენა რა არის ამპარტავნობისაგან დაცლა და როგორ არის შესაძლებელი ეს ყოველივე. რა არის თავმდაბლობა? შეიძლება არა ვართ, მაგრამ მოძღვრება რომ იცი ამის შესახებ, ყოველ შემთხვევაში გემხილება საკუთარი თავი შემდგომ და რაღაც შემოუძახებ ერთგვარად, რომ ამა გეყოფა ეხლა შენ გაბერილი ბუშტი რო ხარ და ხვალ რო გასკდები და საფლავში ჩაწვევი, გეყოფა ახლა გაბერილობა შენი ამ ეგოთი იქნება ჭკუაზე მოხვიდე საკუთარ თავს შემოუძახებს ხოლმე კაცი დრო და დრო. ამიტომა მოძღვრება მოცემული. შევეხოთ კვლავ ისეთ მოძღვარს, რომელიც უკვე რამოდენიმე კვირის განმავლობაში ჩემგან დაღლილები ბრძანდებით, მაგრამ იმენა დიდი მოძღვარია ეს წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომ შეუძლებელია რომელიმე მისი თხზულება არ განვიხილოთ, თუკი მოცემულია შესაბამისი თემები თავმდაბლობასთან დაკავშირებით. ორი ნაწარმოები წმინდა გრიგოლ ნოსელისა. პირველი ნაწარმოები ძალიან მოკლედ აღნიშნავთ ამას.
პირველი ნაწარმოები არის ესეთი. ქრისტიანული ასკეზისის შესახებ. ესე ქრისტიანული მოღვაწეობის შესახებ, რომელიც მან დაწერა უკვე თავისი მოღვაწეობის ბოლოს. ანუ შეაჯამა ის, რაც წინარე წლებში ფართოდ აქვს დაწერილი. ძალიან საინტერესო ძეგლი. მოცულობით დაახლოებით 70 გვერდია, დიდი მოცულობისა არ არის. და მეორე შრომა, ასევე განსაკუთრებული, ეს არის ნეტარებების შესახებ საუბარი, თარგმანებაი ნეტარებებისა. ანუ იმ 9 ნეტარებისა, რომელიც მაცხოვარმა წარმოთქვა მთაზე, ხალხის წინაშე. პირველი ნაწარმოები, ქრისტიანული ასკეზისის შესახებ. წმინდა გრიგონოსელი ყურადღებას აქცევს ერთ ფრაზას მაცხოვრისგან თქმულს. ფრაზა ასეთია, ცნობილი ფრაზაა. თქვენ ხართ ურწმუნოები, ამბობს, ხალხს მიმართავს. თუ კი ერთმანეთისაგან ელოდებით დიდებას და არ ელოდებით დიდებას მხოლოდ ღმერთისგან. ეხლა კითხვა, რა შუაშია ურწმუნოება, თუ კი მე ველოდები დიდებას ადამიანთაგან. ურწმუნოება სხვა კატეგორიაა. აი შეიძლება ეთქვა ასე, უფრო მართებული იქნებოდა ალბათ. თქვენ ხართ ამპარტავანნი, თუ კი დიდებას ელოდებით ერთი მეორე, ეს გასაგებია. ან მაგალითად, თქვენ ხართ პატივმოყვარენი, თუ კი დიდებას ელოდებით და სხვა. მაგრამ ურწმუნოება რა შუაშია იმასთან, რომ მე დიდებას ველოდები კაცთაგან. რა შუაშია ურწმუნოება? ურწმუნოება იგულისხმება ღმერთის ურწმუნო ხარ. თუ კი შენ ცხოვრობ იმით, რომ ადამიანებმა გაქონ. და წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს ამას. იმიტომ ადამიანი ურწმუნო, როდესაც ელოდება შექებას ხალხისგან, რომ ეს ხალხი უკვე მისთვის არის ღმერთის ნაცვალი. ესე იგი, მე ღმერთისაგან კი არ ველოდები დიდებას. განსხვავება რაშია ღვთისგან დიდება და ადამიანებისაგან მიღება დიდებისა. რა განსხვავება ამაშო? ღმერთის დიდება შენი, განდიდება შენი. ეს არის უხილავი, სულიერი, უცბად არ მოდის ეს. მაშა სადამე არის მარადიული და მომავალი. ისი სამერმისუა ეს განდიდება შენი. და ეს რო არ მინდა მე მინდა ეხლა ჩქარა მინდა რაღაცა რო გავაკეთე, შენ შემაქე, თორე გამისკდება გული. ესე იგი, რა მინდა მე რითი ვცვლი იმას პირველი რაც ვთქვით. იმით რომ უცბად მინდა დროებითი რაც არის. და ეს დროებითი სინამდვილეში ხვალ და ზეგ არავის არ ემახსოვრება. აი რაში ცვლი რას. და იმიტომ ხარ ურწმუნო. ღმერთი აღარ გინდა შენ სინამდვილეში. შენ გინდა ეხლა უცბად ამ დროში ამაზე ხარ დამოკიდებული ნარკომანივით. მაქეთ როგორი ჭკვიანი ვარ. აი ეს გინდა. და ეს არის ფერფლი. ეს არის ნიავი, რომელსაც წაიღებს დრო. და არც უგუნური ემახსოვრებათ, და არც ის დიდებული ემახსოვრებათ, რომელსაც ადიდებდნენ ადამიანები. აი ეს დროებითი შენ გასვალე მარადისობაზე. და თუ ამას აკეთებ, წმინდა გრიგოლი ამბობს, მაშინ შენ ხარ ურწმუნო კაცი. ღმერთი არ აღჭირდება სინამდვილეში. უпроსტად ღმერთი კი გჭირდება, მაგრამ ის ღმერთი კი არა, რომელიც არსებობს მარადიულად. აქ რომელიც გადიდებს შენ.
და ეს ღმერთი აქ რომელიც გადიდებს შენ, ეს ადამიანები არიან. ღმერთის ნაცვალნი. და ამიტომ შენ ხარ ურწმუნო, მაცხოვრის სიტყვებისამებრ. ეს პირველი განმარტება და ახლა მეორე შევეხოთ ნეტარებათა განმარტებას, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია ალბათ. პირველი მცნება ნეტარებისა თქვენ კარგად გახსოვთ. ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათა. სხვაგვარად რო ვთქვათ, გლახაკი სულით არის თავმდაბალი კაცი. და წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, აი მაცხოვარი თავის ქადაგებას იწყებს თავმდაბლობით, თავმდაბლობაზე მითითებით. რის გარეშეც არაფერი ფასეული არ აქვს დანარჩენ სათნოებებს. ეს გლახაკობა სულისა. ეს დიდი ქადაგებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასეთი რამ. რატო არის გლახაკის სულით, ანუ თავმდაბალი, ღვთის სასუფევლის მკვიდრი? ან სხვაგვარად ვთქვათ, როგორც გრიგოლი ამბობს, ისე ვთქვათ. რა არის ნეტარება, კითხვა სვამს მოძღვარი. ნეტარება არის ბედნიერებაში ყოფობა, დაკმაყოფილება, ყველაფრით კმაყოფილი როცა ხარ, ეს არის ბედნიერება. ანუ შესაბამისად ნეტარეულობა. ესე ნეტარ არს გლახაკის სულით. ესე ბედნიერია თავმდაბალი, სხვაგვარად ჩვენ ენაზე რო გადმოვიტანოთ. და ბედნიერი ვინ არის? კითხვას ბადებს მოძღვარი. აი ნეტარი ვინ არის? ნეტარი წუთის სოფელში ადამიანი არ დაიარება. მეტნაკლებად კი, მეტად თუ ნაკლებად. მაგრამ სრული ბედნიერი, სრულად ბედნიერი, ანუ სრული ნეტარი არის მხოლოდ ღმერთი. ადამიანი ქმნილება არ შეიძლება სრული ბედნიერებისა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ფული ქონდეს, მაგრამ ჯანმრთელობა არ ქონდეს. შეიძლება ჯანმრთელობა ქონდეს, შვილი არ ყავდეს, შვილი შეიძლება ყავდეს, ჯანმრთელია და ასე შემდეგ უამრავი ასეთი პრობლემა. როცა პრობლემა გაქვს, უკვე ბედნიერი არ ახარ. მეტნაკლებად კი იმას უნდა აფასებდე, რაც გაქვს, მაგრამ სრულად, როგორც ღმერთია ნეტარი, ისე ადამიანი არ დაიარება. ეხლა გადასვლა როგორი აქვს წმინდა გრიგოლ ნოსელს? თუ კი ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი, მაშინ რაც უფრო ახლო არის ადამიანი ღმერთთან, უფრო მეტად ხდება თვითონაც ბედნიერი. სრულად არა, მაგრამ ერთადერთი წყარო ბედნიერების არის ღმერთი. და ასევე კითხვა, როგორ შეიძლება მე ვიყო ახლო ღმერთთან? რას ქვია ახლო მყოფობა ღმერთთან? უნდა თვისებები გქონდეს, რაც ღმერთს აქვს. და რომელი თვისებები? როგორ შეიძლება მე გქონდეს ღმერთის თვისებები? მე ხო ღმერთი არა ვარ. როგორ შეიძლება ღმერთის თვისებები მქონდეს, რომ ბედნიერი ვიყო? მე ვერ მექნება, მე შემქმნელმა შემქმნა. მე ქმნილება ვარ, შემოქმედი არა ვარ მე. მე არა ვარ გარშემოუწერელი და ყველგამყოფი. და ღმერთი არის. და როგორ შეიძლება მე მქონდეს ღმერთის თვისებები? რა არის ხიდი ღმერთსა და ჩემ შორის გადებული ისეთი თვისება, რომელიც ღმერთსაც უნდა გქონდეს და მეც უნდა მქონდეს? რომელი თვისებაა ეს? ეს არის თავმდაბლობა. ერთადერთი თვისება, რომელიც გააჩნია ქრისტიანთა ღმერთს, აქ საუბარი არ არის ალაჰზე ან იუდეველთა ღმერთზე, ის არ განკაცებულა. ალაჰი არ განკაცებულა, არის ის რა ხდება ქვეყანაზე. ძველი აღთქმის ღმერთი იუდეველთა გაგებით არ განკაცებულა. ქრისტიანთა ღმერთი, როგორც ღმერთი, ასევე არის ადამიანი. როგორც პავლე მოციქული ამბობს კორინთელთა მეორე ეპისტოლეში,
მისი სიგლახაკით ჩვენ გამდიდრდით. ესე იგი, ერთადერთი თვისება, რომელიც ღმერთს გააჩნია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ადამიანსაც უნდა გააჩნდეს, ეს არის თავმდაბლობა. თუ კი მე აი ამ თავმდაბლობით ვბაძავ ღმერთს და რაში ვლინდება ღმერთის თავმდაბლობა? ეს კარგად ცნობილი ტერმინია ბერძნული, თქვენ ალბათ იცით, ეწოდება კენოზისი, ანუ დაცალიერებაი. თითქოს ღმერთი დაცალიერდა თავისი დიდებულებისაგან, როდესაც მიიღო ადამიანთა ბუნება. ესე იგი, რაც შეუფერებელია ღმერთისათვის, აბსოლუტურად ცოტა შესაფერისი კი არა, აბსოლუტურად შეუფერებელი. შემოქმედი ხდება თავისივე ქმნილება, შეუფერებელია. წარმოუდგენელი მოვლენა აბსოლუტურად. მაგრამ როგორ უნდა დაცალიერდეს, ძველი ქართული დაცარიელებაი, კენოზისი ნიშნავს არა იმას, რომ ღმერთმა ღმერთობა მიატოვა, არამედ მხოლოდ იმას, რომ მეორე ბუნება მიიღო განკაცებისას. საღვთო ბუნება როგორც ჰქონდა ისე, მაგრამ დააქვს და ექნება, მაგრამ მიიღო მეორე ბუნება, რომელიც არ ჰქონდა მანამდე, განკაცებამდე. და აი ამ განკაცების ჟამს მან საკუთარი თავი დაიცარიელა და გახდა ადამიანი. შემოქმედი ხდება თავისივე ქმნილება. ამაზე დიდი თავმდაბლობა ისტორიას არ ახსოვს. ხა ჩვენ შეიძლება ვიყოთ მეტნაკლებად თავმდაბლები. შეიძლება ვიყოთ მეტნაკლებად ამპარტავანი. მაგრამ ბუნებითი თავმდაბლობა არაშედარებითი, ანუ ღმერთმა რო დაიცარიელა საკუთარი თავი, ვიღაცაზე თავმდაბალი კი არ არის. შეუდარებელია მისი თავმდაბლობა. ბუნებითი თავმდაბლობაა. არსობრივი თავმდაბლობაა. ესეთი თავმდაბლობა არ არსებობს ბუნებაში და არც არასოდეს არ იქნება. აი ეს თვისება გააჩნია ღმერთს და ეს ხიდი არის გადებული ღმერთსა და ადამიანს შორის. წმინდა გრიგოლი ამიტომ ამბობს, რომ თუ კი შენ გინდა იყო ნეტარი, ანუ ბედნიერი, მაშინ უნდა ემსგავსო ღმერთის თვისებებს. ღმერთის თვისებებს შენ ვერ ემსგავსები, არადა თუ არ ემსგავსები უბედური იქნები. ეს ორჯერ ორია. და თუ კი შენ გინდა რომ ბედნიერი იყო, უნდა ემსგავსო ღმერთს. იმიტომ რომ მხოლოდ ის არის ნეტარი. და თუ კი უნდა ემსგავსო ღმერთს და შესაბამისად ბედნიერი გინდა იყო, ერთი თვისებით უნდა ემსგავსო. თავმდაბლობა, რომელიც გააჩნია ღმერთს იმის მიუხედავად, რომ ღმერთობა არ დაკარგა. დაიმდაბლა საკუთარი თავი და ხიდი გასდო ღმერთსა და ადამიანს შორის. აი, იმიტომ არის პირველივე მცნება ნეტარ იყვნენ გლახაკნის სულითა. აი, თუ კი თავმდაბალი ხარ, თუ კი აი ამ ხიდს ემორჩილები შენ, აი მაშინ ხარ მკვიდრი ღვთის სასუფევლისა თურმე. რაც ღმერთმა მოგცეს აცდამარადის. ჯვარი გეწერო და მოგცეს უფალმა თავმდაბლობა ასის თავის მსგავსი. ისოცხლეთ.